სასამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს ქართველი პატიმარი ქალი ჟურნალისტის საქმეს კლუნების ფონდი. ორგანიზაცია მზია ამაღლობელის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს თვეებია, სწავლობს და ანგარიშს ამზადებს. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მის წინააღმდეგ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ფონდმა ექსპერტად ცნობილი ბრიტანელი მოსამართლე სერ ნიკოლას ბრატსა მიიწვია, რომელიც წლების წინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი იყო. ის არაერთი უფლების შელახვაზე მიუთითებს, დარღვევად აქვს შეფასებული ის ფაქტიც კი, რომ ბრალდებულ ჟურნალისტს სასამართლოს ხდომათა დარბაზში ადვოკატებთან სრულყოფილად კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მისცეს და ის ეგრეთ წოდებულ შუშის აკვარიუმში ყავდათ გამომწყდეული. გარდა ამისა, კლუნების ფონდის დასკვნის მიხედვით გამამტყუნებელი საპატიმრო ვერდიქტი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ბუნდოვანია, რატომ მიიჩნიეს მოსამართლეებმა რელევანტურ სასჯელად მხოლოდ საპატიმრო ზომა. ორგანიზაციის უფლებადამცველებს არც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის ის საჯარო განცხადებები გამორჩენიათ, რომელიც ამ საქმის პოლიტიკურ მოტივაციას ადასტურებს. დოკუმენტში ოცნება პრო-რუსულ მმართველადაა მოხსენიებული. ნანო ჩაკვეტაძე უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს გაეცნო. ნანო, როგორც ცნობილი ხდება, ქართულ მხარესთან ფონდს კონკრეტული მოწოდებაც აქვს. გვითხარი მეტი. კეთი 85 გვერდიან ანგარიში ერთ-ერთ ყველაზე საგულისხმო ნაწილად შეგვიძლია სწორედ ეს კონკრეტული მოწოდება მივიჩნიოთ. Trial Watch-ი ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ამის შესაძლებლობას კი კლუნების ფონდი უზენაეს სასამართლოში ხედავს, სადაც წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს. თუმცა ცხადია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უზენაესი სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საქმეზე. ფონდი კი განმარტავს, რომ აქამდე მთელი ეს პროცესი, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ასევე ქუთაისის სააპელაციოში პოლიტიკურ დირექტივებს ექვემდებარებოდა. ანგარიშში ასევე საგანგებოდ არის ნახსენები ირაკლი ყობახიძეც, რომლის ცილის მწამებლურმა განცხადებებმა მზიას უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია. ბრალდების მოულოდნელმა გადაკვალიფიცირებამ ამაღლობელს არ დაუტოვა რეალური შესაძლებლობა, რათა თავი დაეცვა დანაშაულის იმ ახალი ელემენტებისგან, რომელთა გამოც საბოლოოდ მსჯავრი დაედო. გარდა ამისა, განაჩენში არ იყო მოყვანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისა და საპატიმრო სასჯელის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. ეს ხარვეზები, რომლებიც არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გამოსწორდა, მიუთითებს მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე, კერძოდ განზრახვაზე, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული დამოუკიდებელი ჟურნალისტი სამაგალითოდ დაესაჯათ, რათა დაეშინებინათ განსხვავებული აზრის მქონე სხვა ადამიანები. საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებიც წინასწარ ქმნიდნენ ნეგატიურ განწყობას, უკვე დაარღვია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპციის უფლება. მზია პოლიტიკური პატიმარია და მან ვერცერთ ეტაპზე ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ჟურნალისტი დასაჯეს ისეთი მუხლით, რომლითაც მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ. კლუნების ფონდი ანგარიშში წერს იმაზეც, რაზეც მზიას ადვოკატები და თანამებრძოლები ჟურნალისტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. გაზიარებულია დაცვის ხარის ყველა პრეტენზია თითქმის, რომელიც ჩვენ გქონდა სასამართლოს მიმართ და ამ ანგარიშის თავარი ეს ანგარიში არის აგებული, შეიძლება ითქვას არის ის, რომ მითითებულია მაშინ, რომ დარღვეულია მზია ამაღლობელის მიმართ როგორც სამართლიანი სასამართლოს, ასევე დაცვის უფლება ამ კონტექსტში განსაკუთრებით ეს ანგარიში გამოყობს იმ ფაქტს, რომ მზია ამაღლობელს არ მიეცა საშუალება, რომ პროცესზე წარმოედგინა მისთვის მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მოწმეები და სხვადასხვა სახის მტკიცებულებები. იურისტების მიერ ხაზი გაესვა, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელის ფუნდამენტური უფლებები ირღვეოდა მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია იმ არაერთი განცხადების გამო, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები აკეთებდნენ. აღნიშნული და სხვა ანგარიშები ადასტურებს, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი, ის იდევნება პროფესიული საქმიანობის გამო, იდევნება იმ წამყვანი მედია ორგანიზაციების საქმიანობის გამო, რომლის დაფუძნებელი და ხელმძღვანელი არის. შესაბამისად, მოითხოვთ დაუყოვნებლივ ქალბატონ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომ მას შესაძლებლობა მიეცეს დაუბრუნდეს თავის პროფესიას, დაუბრუნდეს თავის ოჯახს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რომელსაც იქამდე ახორციელებდა. Trial Watch-ი ზოგადად მის მიერ შესწავლილ სასამართლო საქმეებს 5 კატეგორიით აფასებს, სადაც A საუკეთესო ქულაა, ხოლო F-ი ყველაზე უარესი. მზიას საქმე D ქულით შეფასდა, ეს შეფასება კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესმა ვერც ერთ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილა სამართლიანი სასამართლოს ვერც ერთი საერთაშორისო მოთხოვნა.